მეთოდამის გადაგდევთ გადახაროთ როცა ამოჯახს როცა ყველა ჩვენი დროის სახლს და მინდა რომ სიყვარულში გაძლიერება ოსურო მასშტაბურობა უფრო მეტი სულიერი სივრცე გზას იქონებოდა სულიერი მასშტაბი მეტი სულიერი ხედელობა მეტი უფრო მასშტაბური სიყვარულის რაკურსი ფუქურო თავით ჯვარკუთელობას ცხოვრებას ამიტომ ჩვენ რაც უფრო მეტად გავძლიერდებით სარწმუნოებაში და მეტად შევიცნობთ და გავაცნობიერებთ სახარებისეულ კანონებს, წესებს, სიბრძნის სახარებისეულს რაც უფრო მეტად შევალთ საფრთხო ჰორიზონტის გაფართოების ასე ვთქვათ პროცესში მით უფრო ფართოვდება და იზრდება ჩვენი იმედიც ხო როცა ადამიანი სარწმუნოებაში ძლიერდება ეს აუცილებლად იმედშიც და მხნეობაშიც და სიმამაცეშიც ძლიერდება იმიტომ რომ იცის რომ ეს მცირე ინტერვალი მცირე ცხოვრებისა ეს ინტერვალი ეს იმყოფება ის მხოლოდ ტრამპლინია მხოლოდ იმ დიდი სივრცის ერთი პატარა ინტერვალია რომელშიც იგი იმყოფება როგორც გამოსაცდელ პოლიგონზე როგორც ვთქვათ საცდელ ადგილზე სადაც ყველაფერი ერთად არის უამრავი ალტერნატივა სადაც მან და სწორი და მართალი არჩევანი გააკეთოს ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სარწმუნოებაში შეძლიერდება ადამიანი სულ მუდამ ღვთის ნებით იყოს აღჭურვილი სულ ღვთის ნება მის განწმენდ გონებასა და გულში მოქმედებს რადგანაც მხოლოდ განწმენდ გონებასა და გულში მოქმედი ღვთის ნება აძლევს საშუალებას იმისა ადამიანს იმისა რომ მას სწორი და მართალი არჩევანი გააკეთოს ხო ამ უამრავ პალიტრაში არჩევნებისა დიდი არის უფალი და მისი განგებულება მრავალი არის სავალი ისა დიდას ეს სამყარო რომელსაც ჩვენ როგორც ხათ ადამიანს გავსად მოგვავლინავ მერქვა მაგრამ ამავე დროს ესეთ არსებობს რომლებიც ღვთის ქმნილ არსებობს ხათ ადამიანს გავსად ქმნილ არსებობს საოცარი დავალება მოგცა რომ მემსგავსოთ მას და ვიყვეთ სულ და მადლით მემსგავსოთ მათ ამიტომ ვამბობ რომ გაძლიერება და სარწმუნოებრივ ჰორიზონტში სიბრძნეში გაფიცნობიერება და გაფართოება აუცილებლად როგორც თქვი იწევს სასწრებაში იმედში და გაძლიერებას და მასში გაფართოებას. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი თავისთავად ბადებს იმას რომ ადამიანი სიყვარულში და კეთილ განწყობაში მადლობის შეგრძნებაში ამას სამყაროში რაც იმყოფება ამის მიმართ კეთილ განწყობასა და სიყვარულის თესვის და სიკეთის თესვის სურვილით და უნარჩვევით აღჭურვილი უფრო ძლიერდება და ფართოვდება მასშიც. იზრდება რა ადამიანის სარწმუნოებრივად და იზრდება რა იმედში და სასწაულებაში აუცილებლად სიყვარულებრივი მასშტაბი მისი და ხარისხი თავისუფლებისა შეიცნორა ჭეშმარიტება ხარისხი მისი თავისუფლებისა შინაგანი თავისუფლებისა იზრდება დიდდება და მძლავრი ხდება რადგანაც ადამიანი აღჭურვილი საფრთხმეტყველო სათნოებებით და შვიდი ნიჭი სულიწმინდის რომელიც ხანაყოფის გამოგებას იმავალებს უძლებელი და ძლიერია და ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავს. ზუსტად ეს სიყვარული, ეს იმედი, ეს სარწმუნოება, სასწაულება და სიყვარული მინდა ვთესოთ და თესავდიდებას და ვთქვით თესოს ადამიანმა როცა სახს აკითხებს და განსაკუთრებით როცა ხედავს როცა მოძღვარი მართლა მიდის სიყვარულით ისინი სიყვარულით ხდებიან და ამ ორი სიყვარულის ეკლესიის სტუმრობის და მასპინძლური დახვედრის მისი სახლის ეკუთვნება ამ ორი სიყვარულის შეხვედრით საოცარი აფეთქება საოცარი სულიერი გაღვიძება და პოტენციალის სულიერი ზრდა ხდება ადამიანში და მას გზა ეცნობა ზუსტად ეს მინდა უშუალო ყველა ადამიანის და უშუალო ყველა ქრისტიანს და ჩვენს საერთოდ ოჯახს პირობასაც რომელიც ვაკეთებ უსუალოდ რომ მადლობის შეშინების სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარების მისასმენისა იყოს თქვენ და ამ ოჯახთან ყოველთა თანა ამენ